საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. რამდენად მშვიდობა გვაქვს ეკონომიკურად ამას ნიკა შურღაიასთან გავაგრძელებთ საუბარს ამ თემაზე. ჩვენ ტრადიციად გვექცა უკვე ყოველი ხუთშაბათი და გვინდა რომ საპროტესტო აუდიტორია გადავიდეს რაღაც აი ამ ტალღაზე, რომ დღეების მიხედვით დარგები ავირჩიოთ და იმ დარგებზე მოვიწვიოთ სპეციალისტები და სპეციალისტებთან ერთად გავიხილოთ რა დღეში ვართ, რა გვეშველება, რა გამოსავალი არსებობს და ასე შემდეგ. პატარა წინასიტყვაობას გავაკეთებ, რახან რუსეთის თემაა მაინც დღეს. რამდენიმე ხნის წინ ძალიან პრაქტიკანტი ვარ ჩათვალეთ, ერთ-ერთ საკურიერო მომსახურებაში დავიწყე მუშაობა და სიმართლე რომ გითხრათ არ ველოდე ესეთ შედეგს. ხალხო ძალიან ბევრი არიან. სლავური წარმოშობის ადამიანები თბილისში ძალიან ბევრი არიან. ერთია რომ გასაგებია, მისაღებია ბევრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, რომ გამოექცნენ რაღაცა ტირანიას, სრული ავტოკრატია და მეტიც აღარ შეიძლება ალბათ და რაღაც გაგების დონეზე შეგვიძლია გავიგოთ, მაგრამ მათი ქცევა, მათი დამოკიდებულება, მათი აღქმა ჩვენი საქართველოს მოქალაქეების არის კატასტროფულად დამამცირებელი. არის კატასტროფულად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დამამცირებელი და მე არ ვიცი ხა ამას რა შედეგები მოყვება, მენტალურად როგორ იქონიებს ეს გავლენას, მაგრამ ეს ადამიანები არიან ძალიან ბევრი ადამიანი რუსული წარმოშობის არის შეყუჟული სახში და იქ ხდება, რა ვიცი, ალბათ რაღაცა პატარ-პატარა სექტებია უკვე. საკუთარი სოციალური ქსელებით, საკუთარი სოციალური ჯგუფებით, პროფესიებით, რომლებიც უკვე აბსოლუტურად მოცილებულია ჩვენ ქართულ ეკონომიკას, მომსახურების სფეროები უკვე თავიანთი აქვთ. აბსოლუტურად, ანუ სრული ცალკეული ელემენტებით შემდგარი და ძალიან ბევრი ელემენტია ესეთი ცალ-ცალკე ჩამოყალიბებული სოციუმები, რომლებიც ძალიან სრულ დამოკიდებულებას იჩენენ საქართველოს მოქალაქეების მიმართ. მე არ ვიცი ხა ეს როდემდე შეიძლება გაგრძელდეს. ყოველ შემთხვევაში ხა ჩვენთან ეგ სალაპარაკო ნაკლებია, იმიტომ რომ ჩვენ აქვთ გავართ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა ზუსტად მაგას შევეგუოთ და არ შევეგუებით დარწმუნებული ვარ და უბრალოდ ვერ შევეგუებით, იმიტომ რომ მე მაგალითად ორი შვილი მყავს, ორი ბიჭი მყავს, ორივე აქ ისტორიულ 57 სკოლაში სწავლობს და ამ ბავშვებს უკვე მენტალურად დაეწყოთ ეგ პრობლემები, რომ რა ხდება, მეკითხებიან, გამოდიან სკვერში, რაღაცა სასეინოდ მიდიან თუ კინოთეატრში მიდიან, მათი საუბარი, მათი ეს ქცევები ყოველდღიურ წესად იქცა. და რეაგირება არ აქვს არავის. ყოველ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან მე ვერავითარ რეაგირებას ვერ ვხედავ, რომელიც ძალიან მამწარებს, მაბრაზებს, მაგრამ ბოლო ამ 5 თვის განმავლობაში ეს სიბრაზე და ეს რაღაცა სიბრაზის ენერგია დაგროვილი, მე შევძელი პირადად და გადავანაწილე ეს ენერგია სხვადასხვა საქმეებზე იმისათვის, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ბრძოლა ძალიან დიდი ხანი გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა იქნება კიდევ უფრო სასტიკი ვიდრე ჩვენ მგონია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. მოდით ახლა ბევრს აღარ ვისაუბრებ, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დამოკიდებულება ამ ადამიანების, საქართველოს მოქალაქეების, მშრომელი ადამიანების მიმართ არის კატასტროფულად დამამცირებელი და ჩვენ ამას არ შევეგუებით უბრალოდ ძალიან ღრმად წამს. ნიკას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და სასიამოვნო სააუდიტორიო საღამოს გისურვებთ. მადლობა გიორგი ამ შესავალისთვის, აქ დაპატიჟებისთვის, თქვენ ყველას მადლობა რომ არ გეზარებათ ჩემი სმენა, მადლობთ მობრძანებისთვის და მოდით ვისაუბროთ. გიორგიმ რაზეც ისაუბრა იმიგრაციის თემაზე, ამაზეც ვაპირებ ორიოდე სიტყვის თქმას და ზოგადად ცოტა დამაბნეველი სათაური გამოგვივიდა, ანუ რუსეთის ეკონომიკაზე ერთ-ერთი ნაწილი ამ საუბრის და ბევრ სხვა საკითხსაც შევეხებით და მათ შორის ქართული მოსახლეობის დემოგრაფიულ მდგომარეობას ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ სამშობლოში. მოდით დავიწყოთ რუსეთით და რა ხდება რუსეთში. 2022 წლის თებერვალში რომ შეიჭრნენ რუსები უკრაინაში, პროგნოზები იყო რომ მათი ეკონომიკა, სანქციები როგორც კი დაუწესდათ, პროგნოზები იყო რომ მათი ეკონომიკა ძალიან დაეცემოდა, მართლაც პირველ თვეებში წავიდა დაღმა, რო ვერ მოიპოვეს ის სწრაფი გამარჯვება, რასაც ელოდნენ და სანქციები მიიღეს, თუმცა შემდეგ ექსპერტებისთვის, ეკონომისტებისთვის მოულოდნელად მათი ეკონომიკა უფრო ჯანსაღად გამოიყურებოდა, ვიდრე ელოდნენ.
ანუ ელოდნენ თქვათ 15%-იან ვარდნას პირველ წელს და 2%-იც არ იყო ვარდნა. კი, ვარდნა ყოველთვის ძალიან მტკივნეულია ეკონომიკის, ჩვენ უკვე დაგვაუწყდა ეს როგორია, მაგრამ ამავე დროს, აი კოვიდის დრო რო გავიხსენოთ, ამასთან შეიძლება ეს იყოს მაგალითი. მაგრამ ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა ეს წლები რუსეთის ეკონომიკა, ჰქონდათ 3, 4, 5%-ამზეც კი ზრდა კვარტლებში და ეს მათთვის მაღალი ზრდა იყო წინა წლებში არ ქონიათ ასეთი. თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა და რატომ შეიცვალა? მოდით ამაზე ვისაუბროთ. მათი ზრდა ახლა 0-მდე ჩამოვიდა და სამი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს ამას. ხო, ამის წყარო არის ეკონომისტი ჟურნალი და Goldman Sachs-ის ერთ-ერთი დიდი საინვესტიციო ბანკის ციფრებია შიგ ამ კვლევაში. ანუ რატომ ჩამოვიდა 0-მდე ეს ზრდა? და ის გაკვეთილები ჩვენთვისაც საინტერესოა, იმიტომ რომ მართალია ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურა სრულიად სხვანაირია, თუმცა რაღაცა ნიშნები არის, რომელიც მეუბნება, რომ ჩვენთვისაც ნიშანდობლივი უნდა იყოს ეს და დავაკვირდეთ. პირველი მათი ზრდის გამაპირობებელი ფაქტორი იყო ეკონომიკის გადაწყობა. ანუ რუსეთი იყო მაინც უფრო ევროპისკენ მიტრიალებული ქვეყანა, ევროპაში ყიდიდნენ, ევროპასთან ვაჭრობდნენ, ყიდულობდნენ და ორიენტაცია აქეთ ჰქონდათ და ორი ფაქტორი ჩაერთო, ერთი ევროპიდან აზიისკენ მიტრიალება და ამისთვის ახალი მიწოდების არხების მშენებლობა, ზოგიერთი საწარმოს გადაკეთება და ასევე მიწოდების და მიღების, მთლიანად ეს არხების და ასევე წარმოიდგინეთ, ახლა რამხელა ლოგისტიკა იქნება ამ ქვეყანაში გადასაწყობი, რომ მიმართულებები შეიცვალა და ამას გარდა სამხედრო მშენებლობა, ინვესტიციები საწარმოების სამხედრო რელსებზე გადასაყვანად. ამაში თავის დაგროვილ ფულს ხარჯავდნენ, მაგრამ ხარჯავდნენ და როდესაც ფული იხარჯება, ეკონომიკა იზრდება. ჩვენ რომ ახლა დავდგეთ აქ და ორმოები ვთხაროთ, მაინც ეს ეკონომიკურ ზრდაში ჩაითვლება სტატისტიკაში. ამიტომ სამხედრო წარმოება, რომელიც მალევე ქრება, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე აისახებოდა. მეორე ფაქტორი, რაც მათ ზრდას ანელებს, არის დიდი ინფლაცია. როდესაც ასეთი დიდი ხარჯები არის ქვეყანაში, ფულის მიწოდება იზრდება და ასე მოხდა რუსეთში და ამ ფულის ინფლაციამ, ფასებმა დაიწყო ძალიან სწრაფი ზრდა და ამის შესაჩერებლად ცენტრალურმა ბანკმა, საკმაოდ მაღალკვალიფიციური ცენტრალური ბანკის მმართველი ყავს, მოგწონს თუ არ მოგწონს, ყავთ რუსეთს, უფრო სწორედ ჩვენ არა იმათ და ამ ქალბატონმა ნაბიულინამ მიუხედავად ბევრი პოლიტიკური წინააღმდეგობისა, ეტყობა პუტინთან ქონდა შეთანხმებული სხვების წინააღმდეგობის მიუხედავად, აწია ძალიან მაღლა საპროცენტო განაკვეთები, ახლა 21%, აი ჩვენთან რაც 8%-ია ნიშნული განაკვეთი ცენტრალური ბანკის ძირითადი, იქ 21%. ეს ძალიან მაღალია და ამ განაკვეთის აწევასთან ერთად ბანკში დეპოზიტებზე პროცენტები გაიზარდა და ისე აღმოჩნდა, რომ რუსი მოსახლეობის დიდი მნიშვნელოვანი ნაწილი ფულის დეპოზიტებზე შენახვას ამჯობინებს, რომ პროცენტები მიიღოს, ვიდრე ხარჯოს. და შემცირდა ხარჯვა მოხმარება და ეს მეორე მიზეზი იყო მათი ეკონომიკის შენელების და მესამე ნავთობის ფასები, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ტრამპის ახალმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ფაქტობრივად სავაჭრო ომმა გამოიწვია ნავთობის ფასის დაცემა. რატომ ხდება ეს? როდესაც არის მაღალი ტარიფები, ეს მოქმედებს ეკონომიკაზე, ანელებს ეკონომიკას, ყველგან მთელ მსოფლიოში ეს შემანელებელი ფაქტორი იქნება და როცა ეს ხდება, მოთხოვნა ნავთობზე, საწოლზე მცირდება. და პლუს ამასთან ერთად, ოპეკი საკმაოდ ისეთი ბევრი ქვეყნისგან შემდგარი კარტელია და შიდა პოლიტიკისა და ბევრი, თქვა, წარსული შიდა ბრძოლების თუ ხახუნის შედეგად ისე მოხდა, რომ ახლა გაზარდეს წარმოება ბევრმა დიდმა მწარმოებელმა და ეს ორი ფაქტორი დაემთხვა მოთხოვნის შენელება ნავთობზე და მიწოდების გაზდა და ფასები წამოვიდა დაბლა. ესეც მესამე ფაქტორი რუსეთის და ისე გამოვიდა, რომ ტრამპი
დონალდ ტრამპი საუბრობს რუსეთზე ისეთი ვთქვათ ლექსიკით, რომელიც ბევრი ადამიანისთვის, თავისუფლების მოყვარული ადამიანისთვის არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ ფაქტობრივი ქმედებების შედეგად რუსეთმა პირდაპირ ასე წერია, მიიღო კბილებში და მათი ეკონომიკა ახლა აღარ იზრდება და შევხედოთ როგორი გაგრძელება ექნება მათი დიდი დანაზოგები, რომელიც ნავთობის ექსპორტიდან ჰქონდათ დაგროვილი გაზის ექსპორტიდან ძალიან შემცირებულია. გაზპრომი 2 წელია ძალიან სერიოზულ ზარალზეა, რომელიც იყო მათი ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი და მოკლედ რაც ჩვენი მტრისთვის ცუდია, ის ჩვენთვის კარგია. მე ასე ვხედავ. ასეთი მდგომარეობა. ცოტა ისეთი ნაკრები თემები მაქვს ასაუბროთ და მეორე თემა არის სტატისტიკა. ახლა სტატისტიკა ძალიან მნიშვნელოვანი მეცნიერებაა, რომ ვიცოდეთ რა ხდება. და საკმაოდ კარგი კვალიფიციური ჯეოსტატი შეიკრიბა ასე ჩანდა საქართველოში წლების მანძილზე, ბევრი უცხოელი დახმარებით, ჩამოყალიბდნენ სპეციალისტები და ისეთი სტატისტიკა იყო, რომელიც ვთქვათ 10-20 წლის წინ არ წარმოგვედგინა. ამავე დროს ბოლო ხანებში საკმაოდ დიდი სკეპსისით ვარ განწყობილი. არ მინდა რომ რაღაცა ჭორებზე და იმებზე დაშვებებზე ვილაპარაკო, ეს ჩემი ჯერჯერობით ფიქრია. ფიქრი იქიდან გამომდინარეობს, რომ როდესაც ქვეყანაში არის ავტოკრატია და ინსტიტუტები და ქვეყანას მიტაცებულია, ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე. ძალიან კარგად მახსოვს საბჭოთა სტატისტიკა როგორი იყო ცრუ და ასე ვთქვათ, მოვძებნი მიზეზებს, როგორ ხდება რომ ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა პირველ კვარტალში და მე ასე მგონია რომ აქ მყოფთა ძალიან დიდ უმრავლესობას არ ეტყობა. და ერთი მხრივ ამ ციფრებში მინდა რომ ვიპო, ან დავწმუნდე რომ არ არის მართალი და ვიპო რატომ არ არის მართალი, ან სხვა მიზეზები და სხვათა შორის ძალიან იღბლიანად წავაწყდი შესანიშნავ კვლევას სოციალური სამართლიანობის ცენტრის. ისე აღმოჩნდა რომ ამ ადამიანთან ერთი წლის წინ შევხვდი, ვინც ამ კვლევის ჩამტარებელია და სიმპათიური ადამიანია, ძალიან საინტერესო ბიოგრაფიით და ეს კვლევა დღეს ვნახე და ძალიან მომეწონა. არ გავაკეთებ ისეთ რაღაცას, რომ იმ ადამიანის კვლევა მივიტაცო ერთი და მე დავიწყო მასზე საუბარი და შევესწები რომ აქ მოვიყვანო ან სხვა აუდიტორიაში, შევეცად რომ მას ხელი შეუწყო, თუმცა ამას ვიტყვი რომ ძალიან საინტერესო კვლევაა და აი გიორგის მიერ დაწყებულ საუბარს ძალიან ეხმიანება. ძალიან ისე მარტივად რო თქვა, ჩვენი ცუდი დემოგრაფიული მდგომარეობა აშკარად ჩანს იქ. საქართველოდან 2012 წლის შემდეგ 350,000-ზე მეტი ადამიანი არის გასული და შემოსულია 290,000 უცხოელი. ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა და ჩვენი დემოგრაფია სერიოზულ პრობლემებშია. პრინციპში ამაზე კვლევები ახალი არ არის და იყო და ეს პროგნოზები იყო, რომ ჩვენი მოსახლეობა სერიოზულად დაიკლებდა და ეს მართლდება. ამავე დროს აქვს და ამის მიზეზების კარგად არის ის გამოკვლეული ძალიან დიდი უმუშევრობა, ფარული უმუშევრობა, ანუ როგორ არის ჩვენი სტატისტიკა, რომელიც დასაქმებას ასახავს. როგორ ვთქვა, ცოტა ხნის წინ რაღაცა სხვა ფაქტზე გამახსენდა, არაჩვეულებრივი გამოფენა, აი თვალი გავს, ცხვირი გავს და სახე რო არა გავს, მოკლედ ასეთი სიტუაცია გვაქვს ახლა საქართველოში. მშპ იზრდება და ჯიბე ცარიელია. აი ესეთი ამბავია, მაცივარი ცარიელია და ერთ-ერთი მიზეზი, რატომ გადის ამდენი ქართველი საზღვარგარეთ, არის რომ აქ ვერ პოულობს დასაქმებას და 600,000-ზე მეტი უმუშევარი ყავს, ისეთი, რომელსაც უნდა რომ იმუშაოს და კიდევ უფრო მეტი და ეს ადამიანები რაღაცნაირად არ ხვდებიან უმუშევართა რიცხვში, იმიტომ რომ იმედიც არ აქვთ რომ იპოვნიან. ასეთი მდგომარეობა გვაქვს. პლუს კიდევ ერთი პრობლემა, ჩვენი შობადობა უკვე ჩამორჩება სიკვდილიანობას. ანუ ძალიან დაღმავთ გევართ და საფიქრალი ხარ. არ მინდა რომ დაგვტვირთოთ პრობლემებით. ეს სურათი არის და თუ თვალს არ გაუსწორებთ, ვერც გამოვასწორებთ, ვერც შევცვლით. ამიტომ ეს ვიცოდეთ რომ სერიოზულ პრობლემაში ვარ დემოგრაფიის თვალსაზრისით. და ეს მერე ბევრ რაღაცაზე აისახება. რაც შეეხება იმიგრაციას, მე ეკონომისტი ვარ და მომხრე ვარ რომ თქვა რაღაც ეკონომიკას ხელს უწყობს საბოლოო ჯამში სხვებზეც გადადის. ასევე 18 წელი ემიგრანტი ვიყავი და
ძალიან არ მომწონდა თქვა თუ ვინმე სუდად მიმიღებდა და განცდილი მაქვს ასე ვთქვათ ემიგრანტების ბედი როგორ არის და თან სიმპათია მაქვს ისეთი ადამიანების მიმართ ვინც ტირანიას გაექცა. ამავე დროს თქვათ ჩვენს იმიგრაციაზე ამას ვიტყვი რომ პოლიტიკა გვჭირდება რა ამაზე რამდენი იმიგრანტი უნდა შემოვიდეს ეს ადამიანები როგორ ინტეგრირდებიან ამ საზოგადოებაში ისწავლიან ქართულ ენას მაგალითად ასეთი დაკვირვება მაქვს რომ თქვათ ცარისტულ რუსეთში შემოსული თქვათ სლავი მოსახლეობიდან პოლონელები ბევრად უკეთ ინტეგრირდებოდნენ და რუსები ბევრად უარესად არ ვიცი ხე ცოტა ისეთი არამეცნიერული დაკვირვებაა ცოტა ისეთი ზედაპირული თუმცა რაღაცა ჩემი ახსნებიც მაქვს ამისი ხა არ მოგახვევ თავს ამაზე შევეცდები რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევა მუშაობს ეს ადამიანი და ავრცელებს ამ ინფორმაციას და შევეცდები მასაც მივეხმარო და მე თვითონაც დავესესხო რომ მეტი გითხრათ მე ვფიქრობდი ამაზე პირდაპირ ვიტყვი ჩემ წიგნის მაქვს დაწერილი და იმ წიგშიც მაქვს ამაზე საუბარი დემოგრაფიაზე თუმცა ძალიან მიხარია ვინმე ჩემზე კარგად რომ გააკეთებს რამეს და ძალიან კარგი კვლევაა და ასე იგი მიხარია და იმედი მაქვს მალე იქნება ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. კიდევ ერთი საკითხი არის ჩვენი სავალუტო რეზერვები. ეს მრავალწახნაგოვანი საკითხია, ბევრი ფაქტორია გადაბმული და ძალიან სიღრმეში არ წავალ, ერთი მინდა ესეთი ვთქვა. წინა თვეში აპრილში 208 მილიონით გაიზარდა ჩვენი სავალუტო რეზერვები, რაც ერთი მხრივ კარგი და გასახარია, მოდით ასე ვთქვათ, ჩვენ გვინდა რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი და მიუხედავად იმისა, რომ არ გვჯერა და მე პირადად არ მჯერა რომ ამ ხელისუფლების და ასეთი სოციალური, ეკონომიკური, რა ვიცი, როგორიც გინდა პოლიტიკის, კონსტიტუციის დარღვევის და 1000 უბედურების ხელში არ გამოვა ჯანსაღი არაფერი არ აშენდება და აი რაც წეღან გითხარით რომ თვალი და ცხვირი რო გავსო ეკონომიკა იზრდება და ხალხი რო ცუდათა და ქვეყნიდან გარბის ასეთ სურათს მივიღებთ. მიუხედავად ამისა რეზერვები რომ ბევრი კონდეს ჩვენი საზოგადოებისთვის უკეთესია. მეორე მხრივ ვერ გაგახარებთ იმით რომ თქვა რომ ეს მდგრადი მგონია მე ვარ ამაში დარწმუნებული რომ ეს არის დროებითი ფაქტორი რა შველის ამას რა წარმოქმნის იმიტომ რატომ არის დროებითი იმიტომ რომ ის ფუნდამენტური პრობლემები რომელიც ჩვენს ეკონომიკას აქვს არის ისე ვიქ და არ ჩამოვთვლი ახლა ამ პრობლემებს ვიტყვი იმ ფაქტორებზე რა უწყობს ხელს ამ ეტაპზე რომ გაიზარდოს რეზერვები ეს არის ბევრი გადმორიცხვა აქედან გასული ქართველებისგან და ან აქ ჩამოსახლებული იმიგრანტებისთვის რომლებიც მუშაობენ და აქ იღებენ ჩარიცხვებს და ქართველები ძალიან ბევრი გავიდა და ბუნებრივია რიცხავენ აქეთ თანხებს მეორე არის ტურიზმი და ბევრ ტურისტს არ აინტერესებს ახლა ქვეყანაში რა მდგომარეობა და როგორ ხასიათზეა ხალხი იმას უნდა და რუსები არიან ყველაზე ბევრი ჩამომსვლელი მათ მაინც და მაინც ეს არ აწუხებთ ჩამოდიან ნახულობენ რაღაცა თბილი ქვეყანა ბევრგან არ წაესვლებათ ეს ფაქტორია რუსეთ-უკრაინის ომის კიდევ ერთი შედეგი რომ ევროპაში არ წაესვლება და მოდიან და მესამე ფაქტორი ესეც გარკვეულწილად გასახარი ფაქტორიც არის მეორე მხარე აქვს ამას იმიტომ რომ დიდი ტურიზმის ინდუსტრია გვაქვს და გვინდა რომ იმ ადამიანებმა იცხოვრონ და ეკონომიკა მიმუშაოს თავარი საკითხია სტრუქტურა ანუ ამ იმიგრაციიდან ტურიზმიდან როგორ ნაწილდება ეს დოვლათი და ქართველი ადამიანი რას იღებს ამას რომ ვლაპარაკობ ძალიან არ მინდა რომ რაღაცა ისე ნაციონალისტური ერთფერი მივიღოთ ჩვენ სტუმართმოყვარე ერი ვარ და ეს არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს. აქ საუბარი არის ქართულ ჩვენი მთავრობის დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ, რომ რა პოლიტიკა გაქვთ ხალხო, რას აპირებთ, რამდენი უცხოელი შემოვიდეს, როგორ უნდა ინტეგრირდეს საზოგადოებაში კიდევ იგივე საკითხს უბრუნდები. და მესამე ფაქტორი, რომელიც ჩვენ რეზერვებს დის, არის რეექსპორტი. ბევრი რამის რეექსპორტი ხდება, განსაკუთრებით ავტომობილების მაგალითად უზარმაზარი თანხები 2 მილიარდზე მეტი ვთქვათ რეექსპორტი და მიდის ეს ავტომობილები თქვათ ყირგიზეთში და ასეთ ქვეყნებში სომხეთში მიდიოდა ანუ სავარაუდოა ძალიან რომ ეს რუსეთში გადის საბოლოო ჯამში და ჩვენ ასე ვთქვათ ხელს ვითბობთ უბედურებაზე ჩვენი მეგობარი ქვეყნის და ზოგადად სამართლიანობაზე მეორე მხარე ხა რეალობას თვალი გაუსწოროთ ბევრი ქვეყანა ბევრი საზოგადოება ამას აკეთებდა
მაგალითად, რავი, ესპანეთშიც მინახია, შვეიცარიაშიც მინახია კრიზისის და სხვების უბედურების დროს აშენებული ძალიან ლამაზი და ძვირფასი შენობები. ხდება ასეთი რაღაცეები, მეორე მხრივ, აი ესევ შესაძლებელია ეს კომპანიები, ეს ორგანიზაციები, ვინც ამაზე ფულს შეულობს, საზოგადოებაში როგორ ანაწილებს ამას. თუ ეს მისაღები, ანუ ამაზე მსჯელობა არასდროს არ ყოფილა და მე არა მაქვს ახლა ამის რეცეპტი და არც მინდა რომ შემოგთავაზოთ, თუმცა რაც მაფიქრებს არის, რომ საბოლოო ჯამში როგორ საზოგადოებას ქმნით, რისთვის არის ეს ქვეყანა, ზოგადად ციფრები რო იზრდებოდეს და კარგად ლამაზად ეწეროს თუ ადამიანები რომ კარგად ზნობდნენ თავს, რა არის ჩვენი ღირებულება. ეს კითხვა მინდა დავსვა. და აი ეს ამ ნაწილში ამ რეექსპორტის ამბავიც აქ მაქვს. შევხედოთ როგორ განვითარდება, მე ვიმეორებ რომ ფუნდამენტური ფაქტორები, პრობლემები ისევ აქ არის, უთანაბრო განაწილება ამ დოვლათის რაც იქნება ისევ აქ არის, სტატისტიკასაც მინდა რომ კარგად ჩაუღმავდე უფრო მეტად და მუშაობ ამაზე და მოგახსენებთ შემდეგი შეხვედრების დროს, რასაც გავიგებ. და დავაკვირდეთ ამ მოვლენებს. შემდეგი თემა, ალბათ აი საზოგადოების განვითარებაზე, როდესაც ვფიქრობ, გამოსავალი ხო ხვდებით ახლა აღწერთ პრობლემებს და საბოლოო ჯამში რა არის გამოსავალი. მოდით ჯერ მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთ ფუნდამენტურ პრობლემას შევეხოთ, რომელიც არის ჩვენი გათიშულობა. ახლა გათიშულობა რაღაცა მრავალ რაღაცას აღნიშნავს საქართველოში და რისგან შედგება ჩემთვის ეს გათიშულობა. ერთი გათიშულობა არის, რომელზეც უკვე ვისაუბრე, რომ ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოების არის ან უმუშევარი, ან ისეთ მდგომარეობაში, რომ რა ვიცი, ძლივს აბავს თავს და ბოლოს და არის ფიქრში ჩავარნილი დღესაც ვიღაცად, ეს ახლა არამეცნიერო რაღაცას ვამბობ, მაგრამ მეგობარი შემხვდა, მითხრა, აი ძალიან ცუდად ვიყავიო, 4 თვე სახიდან ვერ გამოდიოდა. ახლა დამაფიქრა, ხო არ ვიცი, ხა ისეთი ახლო მეგობარი არა, რომ ხშირად გქონდეს კონტაქტი, მაგრამ პატივს ემ ადამიანს და ძალიან შევწუხდი და ვფიქრობ, რომ ამ ანალოგიით ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შეიძლება იყოს ძალიან ცუდად. ხანდახან მესმის ბევრისგან თქვათ გაბრაზება, რომ აი რატომ ეტი ხალხი არ გამოდის რუსთაველზე და რაღაცა და ცუდად არის ბევრი ხალხი მოდი ასე ვთქვათ რა და ერთი გათიშულობის ერთი ნაწილი ეს არის. და ემიგრაცია და ან ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს, თქვათ ბავშვები ყავს რაღაც. მოგეთ ეს სერიოზული საკითხია. ჩემი აზრით ბრძოლა მაინც უჭირდება, იმიტომ რომ ცუდად ყოფნა ეს არ უშველის საქმეს და დეპრესიაში ყოფნა, მაგრამ რო არის ადამიანი დეპრესიაში, იმას გაკიცხო არ შველის ნამდვილად. მეორე საკითხი არის ჩვენი დაქსაქსულობა, ანუ გაუერთიანებლობა და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ეს პრობლემა ჩვენთვის უნიკალური არ არის, მთელ მსოფლიოშია და ამის ეს არის შედეგი ალბათ რაღაცა ინფორმაციული რევოლუციის, როდესაც ძალიან ფართოდ მოიხმარება ინტერნეტი, ადამიანებს ეს ჩვევაში გადაუვიდათ, დილას რო გაიღვიძებენ იმ წუთში ინტერნეტში, თქვა ტელეფონში იყურებიან, საღამოს გვიანაღამდე და ანუ ამ პროცესში რა ხდება, ჯერ ერთი ირღვევა რაღაცა აი როგორ ვთქვა, დაფიქრების წყნარა, დაფიქრების უნარი და მეორე ძნელი ხდება გაარჩიო მართალი და ტყუილი ინფორმაცია და ძალიან მოწყვლადები ხდებიან ადამიანები დეზინფორმაციისადმი. და ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მესამე ბოლო საკითხი არის ამ გათიშულობის არის პრობლემის აღიარება, ანუ იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემა, რთულ მდგომარეობაში ვართ, ოღონდ ამისგან კი არ უნდა ჩვენთვისვე ჯობია და საზოგადოებისა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ არ წავიდეთ დეპრესიაში და პირიქით ვიბრძოლოთ და ძალები მოვიკრიბოთ და დავფიქრდეთ, რა გვიშლის ხელს, რომ გავერთიანდეთ. ახლა ჩემი დაკვირვებით ეს ფაქტორები, რაზეც მოგიყევით და რაც მთავარია, უნარი, რომ სხვა ადამიანებს მოусმინოთ. ხანდახან ჩვენს პირად აზრზე მეტად დავაყენოთ სხვისი აზრი, ანუ დავაყენოთ რა გაგებით ვიძახი, როდესაც ხედავ, რომ კეთილსინდისიერი ადამიანები ცდილობენ რაღაცას აკეთებენ, ნაბიჯი შევძოთ ის ნაბიჯი გადავდგათ, რომ ხარი აუბათ ერთმანეთს და რაღაცა მეტი გავაკეთოთ ერთად საზოგადოებამ.
საუბარი ამაზე ადვილია გაკეთება ძნელია, თუმცა თუ არ შევძლებთ, ვიქნებით ასე. ცალ-ცალკე კლებადი თუ არა, უკვე დაკლებული და დაბალი ციფრები თქვათ პროტესტისას და გაუერთიანებლები მიმართულების უქონელები. ესაა ჩემი აზრით აი ძირითადი პრობლემები და ვფიქრობ, რომ პრობლემის გაცნობიერებიდან იწყება გადაწყვეტის გზები. ჯერა რომ ჩვენი ერი შობს ბევრ ნიჭიერ ადამიანს და უკვე არის ნაშობი და ეს ადამიანები აქ არიან და ხედავთ და იცნობთ, საუბარია როგორ შევძლოთ რომ ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ და ეს საკითხები გადავწყვიტოთ. ეკონომიკურიდან ცოტა სხვა როგორ ვთქვა საკითხებზე მომივიდა გადასვლა სოციალურზე, თუმცა ეს ყველაფერი ერთმანეთთან გადაბმულია და ამიტომ გავაკეთო რომ საბოლოოდ ჩვენ გვინდა გამოსავლის პოვნა და გამოსავლის პოვნა მაინც საბოლოო ჯამში მიდის იქ რომ ჩვენ გვინდა ადამიანზე ორიენტირებული ხელისუფლება და არა კონსტიტუციის დამრღვევი მოძალადე ხელისუფლება და საბოლოოდ მაინც ეს როგორღაც უნდა შევცვალოთ და მარტო უცხოელები და საერთოდ უცხოელები ამ საქმეს ვერ გააკეთებენ. ძალიან კარგია, როდესაც გვაქვს ჩვენ მეგობარი აქტი და მართლაც მეგობრული აქტია ეს იმ გაგებით, რომ დიდწილად ეს არის მართლა კარგი აზრით და კეთილშობილურით, რო წაიკითხო ნაკარნახები და თუ ვინმე ბოროტმოქმედის წინააღმდეგ არის, ეს არის ერთეულები და დანარჩენი საქართველოს დასახმარებლად არის. მეორე მხრივ, მაინც ჩვენი გასაკეთებელია საქმე. ეს იყო დღევანდელი ჩემი სათქმელი და თუ კითხვები იქნება, სიამოვნებით გიპასუხებთ. გამარჯობა ბატონო ნიკა. თათა ამ კონკრეტულ ლექციაზე არა, მაგრამ სულ მინდოდა რომ თქვენთვის დამესვა ეს კითხვა რა. მე მაინტერესებს აი ქართული ოცნების ბანკები ხო არის და ამათი დასანქცირება თუ მოხდება მაგალითად ლიბერტი ბანკის ხალხის ასე ვთქვათ ჯიბეზე რამდენად აისახება ეს ყველაფერი? კარგი კითხვაა. ლიბერტი საკმაოდ დიდი ბანკია. იცით რა არის, ესე მიჭირსო ხელი დავადო, რომ ეს არის ქართული ოცნების ბანკი. თუმცა, ლიბერტი ისეთ ადამიანი არის მისი ძირითადი აქციონერი, რომელიც რუსთაველზე მყოფ ადამიანს არ მოსწონს. მეც არ მომწონს ირაკლი რუხაძე. მისი ქცევა არ მომწონს, როგორც დეზინფორმატორის და ვიცნობდი წლების მანძილზე ამ ადამიანს და რახან ეს კითხვა დამიშვით ვამბობ. როგორც არის და პირადად მასაც უთხარი, არ მიყვავს მე ზურგს უკან ლაპარაკი, რომ არ მომწონს მისი ქცევა. მოდით ახლა ბანკზე ვილაპარაკოთ. ლიბერტი საკმაოდ დიდი ბანკია, სხვადასხვა პარამეტრებით მე-3, მე-4, მე-5 ძირითადი პარამეტრები და მსხვილი სისტემის წარმოქმნილ ბანკების რიცხვის მიეკუთვნება. მისი დასანქცირება საკმაოდ სერიოზული იქნება, იმიტომ რომ პენსიებს არიგებს და ზოგადად ერთი ბანკის დასანქცირებაც კი ყველა სხვის რეპუტაციაზე მნიშვნელოვნად აისახება, იმიტომ რომ ადამიანები დაფიქრდებიან, რომ მე ესეც რო დაასანქციროს რა მოხდება, ფულს იქ ვინახავ და ასე შემდეგ რა. ძალიან არ მინდა ეხა იცით როგორ არის? აი ადრეს გითხარით აქ ამ ადგილას რომ თვითფრინავში როზი ხარ ბომბზე არ ილაპარაკო და ერთ ფილმში იყო იქიდან დავამახსოვდა და ისეთი საკმაოდ მძიმე იქნება. მოდი ამას ვიტყვი და ამის ახსნას და დეტალებში წასვლას არ აქვს მნიშვნელობა. ეს არ აქვს ამ წუთში მნიშვნელობა. მგონია რომ ბანკები ამას ხვდებიან, ფხიზლად არიან და იმედი მაქვს რომ აქამდე არ მივალთ. თუმცა მეგობარი აქტის შედეგად როგორ გადაეცემა მე ვთქვათ მისი პატრონი და ნიკით ცოტა შესასწავლი თემაა, ასე ვთქვათ. ვთქვათ ასევე ბიძინა ივანიშვილიც არის დასანქცირებული, მაგრამ მისი სანქციები არ გაავრცელეს მის ბიზნესებზე. სპეციალური გამონაკლისი გააკეთეს, როცა მისი დასანქცირება მოხდა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ და ვარაუდობ რომ იმიტომ რომ კიდევ რაღაცა ნიადაგი დაეტოვებინათ, ასე ვთქვათ, მისთვის მიეცათ უკან დახევის გზა, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს და ალბათ მიუვალთ იქაც რომ დასანქცირებული ფიზიკური პირების ბიზნესებსაც დაასანქცირებენ და ძალიან უსიამოვნო იქნება, მოდი მას ეს ვთქვათ ეკონომიკისთვის ეს რომ მოხდეს.
ნუ მე არა ხო მეგობარი აქ ეკითხეთ ხო მე არა ვარ როგორ გითხრათ სამართლის სპეციალისტი რომ ძალიან დეტალებში წავიდე თუმცა ნუ დიდი გავლენა ექნება ძალიან ჩვენს ეკონომიკაზე რა თქმა უნდა იმიტომ რომ ბევრი ადამიანი არის იმ სიაში ეს ქცევაზეც უნდა აისახოს ადამიანების სავარაუდოდ და ნუ ახლა რაც ვთქვით ის საკითხი თუ მოხდა რომ ადამიანების ბიზნესებზეც გავრცელდა კიდე ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება ზოგადად მე ვიძახი პირდაპირ თავი მიმაჩნია კაცთა მოყვარეთ ამავე დროს მგონია რომ ადამიანები რომლებიც ასეთ რამეებს ჩადიან რასაც ეს de facto ხელისუფლება ჩადის იმსახურებენ ამ სანქციებს და ამ ეტაპზე გახარებული ვარ რომ ეს ხდება რადგან ჩვენ სუსტი ძალები გვაქვს ჩვენი ძალებით ვერ ვახერხებთ ნუ ჩაგრავენ ასე გამოდის იმიტომ რომ ხელთუპყრიათ ხელისუფლება და სახელმწიფო აპარატს იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ ანუ ადამიანებისთვის კი არ არის ეს ხელისუფლება არის იმ ჯგუფისთვის ვინც თავს მოაჯდა ასე ვთქვათ თავს მოგვაჯდა მოდი ასე დავარქვათ პირდაპირ შესაბამისად კარგია ეს ნუ როგორ ვთქვა საქართველოს გრძელვადიანი მომავლისთვის მეორე მხრივ მოკლევადიანად გარკვეული რყევებს გამოიწვევს სავარაუდოდ ეკონომიკაზე მაგრამ ფიქრობ არა დარწმუნებული ვარ ამაში ყველანაირად გნებავთ სახარებიდან და ბიბლიიდან გნებავთ პრაქტიკული გამოცდილებიდან გნებავთ მეცნიერებიდან ჩემი პირადი გამოცდილებიდან რომ იშვიათად მოდის რაიმე კარგი თითქმის არასდროს თუ არ გაიჭირებ თუ რაღაცას ვარდი უეკლოთ ვის უკრეფიაო ძალიან მარტივად რო თქვა და თუ ჩვენ რაღაცა არ დავთმეთ არაფერი არ გამოვა და თუ ესე უფრო ეს ვიტყვი ეს მოდის რა ვიცი ხა ბიბლიიდან არა მარტო სახარებიდან ბიბლიიდან რომელიც 5000 წელზე მეტისაა და ანუ ადამიანები მსხვერპლს წირავდნენ და ეს მსხვერპლ შეწირვა იყო იმისთვის რომ თმობდნენ რაღაცას ეს რელიგიის გარდა როგორ ვთქვა ეს დაფიქრებული აქტი ადამიანის რომელიც ამ ზაობას გამოხატავს რომ რაღაცა გაიღოს რომ ხვალ მეტი მიიღოს და ვისაც რა ვიცი ხა ყველანაირ საქმეში ვლინდება ეს რა გნებავთ რა როგორ გითხრათ რა ვიცი წონის დაკლება თუ უნდა ადამიანს ან ჯანმრთელობა თუ უნდა რა ვიცი რო ივარჯიშო უნდა ცოტა იწვალო ასე ვთქვა და ასე შემდეგ და მოკლედ დაგვჭირდება პრობლემებთან ცოტა შეგუება რომ შევძლოთ მერე უკეთესად ვიყოთ და თუ ამას არ გავაკეთებთ დიდხანს ვიქნებით ცუდად და აი რაზეც გესაუბრებოდით ვისთვის იქნება საქართველოს იქნება კითხვის ნიშანი და აი ესე ვატყობ ტენდენციას აი დუბაიში არის მაგათაც ასე მდგომარეობა რომ იმ ქვეყნის მოსახლეობა იქაურია ერთი 10%-ია დაახლოებით თუმცა ბევრ მატერიალურ კეთილდღეობაში არიან და აქ მატერიალურ კეთილდღეობაშიც არ ვიქნებით ისე იქნება ქართველები ისე გავხვდებით უმცირესობა ამ გზაზე ვდგავართ ტენდენცია ასეთია ეხა არც მინდა რა ესე ვთქვათ ზედმეტი განგაში ზარე მაგრამ ესეა ფაქტობრივად აქეთ მივდივართ და გამოფხიზდა ჯობია დროზე ანუ მშპ ზრდა არ ნიშნავს რომ ადამიანები კარგად იქნებიან ვიქნებით მოგესალმებით პირველ რიგში დიდი მადლობა საინტერესო ლექციისთვის აინტერესებს თქვენი მოლოდინები სამშენებლო ბიზნესთან დაკავშირებით. საქართველოში ერთი პერიოდი შეიქმნა რაღაც ჩემის ასეთ გადაჭარბებული მოლოდინები ამ მიმართულებით, ბევრი ინვესტიცია განხორციელდა და დღემდე რაღაც ინერციით გამოყვა. რაღაც პირველი დარტყმა იყო ეს კოვიდის თემა, რაღაც დონეზე შეჩერდა, მაგრამ ისევ რაღაც ინვესტიციები ხორციელდებოდა. დღესდღეობით ჩემის აზრით უკვე რაღაც გადახურებულია ბაზარი და ჩემს აზრით რაღაც სახიფათო სიტუაციაში არის და მაინტერესებს თქვენი აზრი მომდევნო 2 წლის განმავლობაში როგორ ხედავთ ამას. მოგესალმებით მეც, გამარჯობა. აი, მინდა რომ გამარჯობა ვუთხრათ ერთმანეთს ვიდრე სალამი რა. და გამარჯობა. რაც შეეხება ამ საკითხს, ძალიან საინტერესო კითხვა და ვაკვირდები მე ამ ბაზარს. ნუ მოდით საიდან დავიწყებ ახლა. ძალიან კარგად წერს ამაზე მაგალითად Galten Tagardi არის ასეთი საინვესტიციო კომპანია, რომელიც საქართველოს ბანკს ეკუთვნის. მომწონს მათი კვლევები. ზოგადად კომპანიებს, რომლებიც ბანკებს ეკუთვნის, არის ხოლმე გარკვეული მიკერძოება. ანუ
თქვათ 2008 წლის ცოტა შორიდან დავიწყეთ აგიხსნით. მსოფლიო საფინანსო კრიზისი რომ იყო, გამოირკვა რომ ბანკების საკვლევი განყოფილებები, რომლებიც კვლევებს აკეთებდნენ და უზიარებდნენ თავის კლიენტებს, საკმაოდ მიკერძოებულები აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ ბანკირებს არ მოეწონებოდათ ისეთი რაღაცები მათ დაეწერათ, რომელიც მათ გაყიდვებს ხელს შეუშლიდა, ასე ვთქვათ. ამიტომ, თეორიულად შეიძლება ვივარავთ, რომ გარკვეული მიკერძოება აქვთ იმისკენ, რომ უფრო კარგად წარმოაჩინონ სურათი, ვიდრე არის. ეს ხალხი წერს, ეხლა ჭკვიანი გამოსტილი ხალხია, ზოგიერთ მათ თანამშრომელს ვიცნობ და ვკითხულობ ამ კვლევებს. ბოლო კვლევა მარტის, რომელიც გამოქვეყნებული, აჩვენებს ასეთ სურათს. თბილისის უძრავი ქონების ბაზარი. ზუსტი ციფრი შეიძლება არ მახსოვს ეხლა ზეპირად, მაგრამ დაახლოებით 2%-ით არის შემცირებული წლიდან წლამდე მეორადი გაყიდვები და ცოტათი უფრო ნაკლებით გაზრდილია პირველადი გაყიდვები, თუმცა ყურადღებით უნდა წაკითხვა. შემდეგ არის ამის განხილვა, რომ პირველადი, ანუ ახლადაშენებულების გაყიდვები გაზრდილიაო იმის ხარჯეო, რომ წინა თვეებში გაყიდული ბინები ერთბაშად ბევრი დარეგისტრირდა ახლაო. ამაზე გამოკითხვა აქვს უკვე ჩატარებული. შესაბამისად 11%-ით დაეცა პირველად ბაზარზე გაყიდვები. ასეთივე დაახლოებით სურათი იყო წინა თვეში. და საშუალოდ, ესე რო ვთქვათ, რომ 3% თქვათ უხეშად დაეცა მთლიანად გაყიდვები ბინების, ეს ძალიან მტკივნეული სურათია, იმიტომ რომ მიწოდება მნიშვნელოვნად უფრო მეტია, ვიდრე იყო 1 წლის წინ. პირდაპირ არ არის იმ კვლევაში საუბარი, როგორ შეიცვალა მიწოდება, მაგრამ მე სხვა წყაროდან გეტყვით, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე 50%-ით არის გაზრდილი მშენებლობის სექტორი და მასთან დაკავშირებული დაკრედიტება და თუ ივარაუდებ, რომ დაკრედიტება გაიზარდა, შესაბამისად თვითონ მშენებლობის სექტორის კრედიტების გაიზარდა, შესაბამისად მიწოდებაც სავარაუდოდ გაზრდილია. ეს ციფრი არ მინახი 1 წლის წინ ზუსტად, მაგრამ დაახლოებით თუ ივარაუდებ, რომ 25% არის მიწოდება გაზრდილი და 3%-ით გაყიდვები შემცირებული, 1 წლის წინა პერიოდთან შედარებით ძალიან დიდი ზღვარი ესა გვაქვს რა, ღარი გვაქვს. ბევრი იქნება სავარაუდოდ გაუყიდავი მშენებლობა. ამაზე მე ადრეც ვისაუბრე, აქაც ვისაუბრე და დიდი ხანია მე ამას ველოდი. თუმცა ბოლო ხანებში უკვე სტატისტიკიდან აშკარად ჩანს, რომ მიწოდება არის ჭარბი. ესეთი რაღაცები მსოფლიოში ხდება ხოლმე და ჩვენ განსაკუთრებით გვჩვევია, რომ ვინმე ფულს რო იშოვის, ბევრი ხალხი ხით გავარდება, მეც ვიშოვი, თვითონ ის ვინც გუშინ იშოვა, გონია რომ ხვალაც ისევე გაგრძელდება და შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე პრობლემები. ასეთი იყო, რა ვიცი, როგორ გითხრათ, 90-იანი წლებიდან ბენზინგასამართის სადგურები, ბანკები და ბევრი რაღაცა ყოფილა საქართველოში, სადაც ერთმანეთის ყურებით ჭარბი მიწოდება წარმოქმნილა, მერე გამქრალა მოთხოვნა და შექმნილა პრობლემები და ამ დარგში აშკარად ჩანს ეს და საუბრებიდანაც ჩანს, თქვათ, ნაცნობებისგან რაღაცა, რომ გაყიდვები ისე არ არის, ბევრს თუ იყიდი დაგიკლებ და რაღაც. ჯერჯერობით ცდილობს ეს სექტორი, რომ ცუც არ უსურებ, ნამდვილად ამას ვიტყვი, თუმცა გარკვეული უკმაყოფილება მაქვს ზოგიერთი ამ მშენებლის მიმართ, იმიტომ რომ ძალიან გადაიტენა თბილისი, ჩაბეტონდა ბათუმიც, როგორ ვთქვა, ხშირად ფულის შოვნის სურვილი გონებას გვიბნელებს რა. თბილისში, მაგალითად, თბილისის გარშემო მწვანე მთების თავზე არ იყო არც ერთი შენობა, ძალიან ლამაზი მწვანე მთები ჰქონდა თბილისს და ეხლა რო შეხედავ, ყველგან რაღაცას აქვს თავი გამოყოფილი, ყველგან. საბოლოო ჯამში ვიღაცამ იქ ფული იშოვა, თბილისმა დაკარგა მიმზიდველობა. კი, ვიღაც ტურისტები ჩამოდიან, მაგრამ მოდით სიღრმეში ჩავიხედოთ, როგორი ამ ტურისტების ხარისხი. ხარისხი ადამიანებს შეიძლება არ გავასხოვოთ, მაგრამ განვასხოვოთ, რისი დამხარჯავია, როგორი ტურისტია, როგორ მოიქცევა აქ და რას მივიღებთ ჩვენ და თუ გვექნება ბოდიში და ჯაგა ქალაქი, მივიღებთ ჯაგა ტურისტებს და ჯაგა ფულით და ჯაგები ვიქნებით ჩვენს. უკაცრავად ამ იმაზე ჟარგონზე რა და ასეთი უკმაყოფილება მაქვს მე მშენებლების მიმართ, მაგრამ ეხლა ყველას არ ეხება სექტორია, ბევრი ადამიანია, 10,000-ობით ადამიანი იქ დასაქმებული. ვფიქრობ, რომ პრობლემები იქნება ამ სექტორში და ეს სხვა დარგებსაც გადაედება. მეორე მხარე, ალბათ ხელისუფლება შეეცდება კიდევ უფრო მეტი იმიგრანტი შემოიყვანოს, რომ იმათმა იყიდონ და როგორ გითხრათ, მულღაზანზარი გაგხვადოს რა, რაღაცა სავაჭრო ისეთი ადგილი, სადაც ყველა ჩამოვა, მილეთის ხალხი ჩამოვა, აქ რაღაცებს იყიდის
და საბოლოო ჯამში აი ესა გვაქვს საზოგადოება შესაძაფებელი. Როგორი საზოგადოება გვინდა? თბილისი იყო ხომ თქვათ ისე მივედი რა თქვათ ემიგრაციასა და იმიგრაციასთან. თბილისი მე-20 საუკუნეში გახდა ქართული ქალაქი. ნუ თქვათ არ არის ესე კარგად ცნობილი როგორი იყო დემოგრაფია შორეულ საუკუნეებში, თუმცა ყველამ ვიცით რომ უცხოელების წილი დიდი იყო და 19 საუკუნეში ნამდვილად ქართველები ნახევარზე ნაკლები იყვნენ, როცა აღწერები დაიწყო და აშკარად ამისკენ მივდივარ და როგორი საზოგადოება გვინდა, ანუ აქედან გადახვეწილი ქართველები, რომლებიც აქ ფულს აგზავნიან და თავის მოხუს მშობლებს და რაღაცეებს ესე ინახავენ, ან რა ვიცი, ცოლი წასული აქ მარს ინახავს და რავი ასეთი ამბავია, ან ქმარი წასულია და ცოლშვილს აქ უგზავნის ფულს და აქ უცხოელები ჩამოდიან და მუშაობენ. ნუ რაღაცა დოზაზე ეს ხდება და აი სამყარო ასეათია რომ მისაღების და საჭიროც არის, მაგრამ მეორე მხარე აქვს, როდესაც არავითარი პოლიტიკა ამაში არ არსებობს და ოღონდ ვიღაცას რაღაცა გაეყიდო და ვინც გინდა ჩამოვიდეს და მერე ის რას იზამს, როგორ მოიქცევა ეს, როგორ დააწყვება ჩვენ ტრანსპორტ, ჩვენს განათლების სისტემას და ასე შემდეგ და აი რახან აი შემთხვევით სიტყვა მოიტანა, ხა სხვა კითხვა იყო და სხვაზე გადავედი. ანუ დავამთავრებ ამ საკითხს. შენებლობის სექტორს აქვს ჭრილი იმდგარი და განათლება ვახსენე. აი რა ვიცი ხა ვითომ წარმატებული განათლების სექტორი გვაქვს, ძალიან კარგი მიხარია ჩვენი უნივერსიტეტების წარმატება კომერციული. მეორე მხრივ გული რა ვიცი რო უყურებ რა განათლება გამოაქვთ იქიდან ახალგაზრდებს. ან სკოლაში თქვა პიზას, ნუ ჩემზე კარგი განათლების ბევრად მე არა ვარ განათლების სპეციალისტი, ვკითხულობ სხვის ნაშრომებს, დავინახე აქ თვალი მოვკარე, რამდენიმე რეგულარულად ხედავ განათლების სპეციალისტებს და ნუ ვიცი მათგანაც, ანუ პიზას და ვკითხულობ პიზას, ანუ საერთაშორისო შეფასების სისტემა, რომ ძალიან დაბალი ქულები გვაქვს განათლებაში და უმაღლესი განათლებას მიღებულია ახალგაზრდების, აი ძალიან მძიმეა რა, ანუ ისწავლა, დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და სამწუხაროდ, აი მოდი დავარქვა თავის სახელი, არაფერი არ იცის. აი ძალიან სუსტია რა, მოდი ასე ვთქვათ რა. ნუ მე რაღაცას პრაქტიკაში ისწავლის, მაგრამ რა არიცით? განწირული ხდება ასეთი ადამიანი, რომ ცუდ სამუშაოში იმუშაოს, უფროსმა დაჩაგროს ცოტა, გადაუხადოს და აი სულ ივაგლახოს ცხოვრებაში რა. ანუ თუ ჩვენ ამას არ შევცვლით განათლების სექტორს, სულ ვაგლახი და ჯაგა საზოგადოება ვიქნებით. ესაა ფაქტი. იქნება ცოტა ძალიან ჭკვიანი, რომლებიც მე სამწუხაროდ ბევრი იმაზე დასპეციალდება, ან საზოგადოება წავიდეს, ან სხვები როგორ ისარგებლოს სხვები და რაღაც აი ცოტა ჰარმონიული საზოგადოება, ერთმანეთის სიყვარულით, სოლიდარობით სავსე საზოგადოება არ გამოვა თუ ჩვენ განათლება ძალიან არ გავაუმჯობესეთ. ოდიში რაღაცა ამას რო გესაუბრებით, სხვა რაღაცები მახსენდება და გერმანიის არჩევნებს, კანცლერის არჩევნებს მინდა შევეხო. აი როგორი მე ვისაუბრე ჩვენს გათითო კაცებას და გაერთიანების სურვილზე და აი ესეთი რაღაცეები უნდა შევძლოთ ჩვენი ინტერესის უკან გაწევის და ქვეყნის ინტერესის წინ დაყენების. რა მოხდა? რატომღაც ეთყობა განაწყენდნენ ანუ კოალიცია არის გერმანიაში, მუდამ კოალიციებია, ისეთი სისტემა აქვს, რომ ერთი პარტია 50%-ზე მეც არ ვიცი, როდის იყო ბოლოს, არ ვიცი. ნუ ყოველ შემთხვევაში მე რაც თვალს ვადევნებ, არ ყოფილა 20-30 წელი და 30 არა, ნუ 20 წელი და არის მუდამ კოალიცია. წინაზე 3 პარტიისგან შემდგარი კოალიცია იყო, ახლა 2-ისგან შედგა. წერეს ძალიან ბევრი 170 გვერდიანი შეთანხმება დაწერეს ეთმანში, ძალიან ისეთი იცით გერმანელები როგორი არიან, შრომელი და სკრუპულოზური ხალხი და მოკლედ კარგი შეთანხმება გააკეთეს და ახლა კანცლერი უნდა აირჩიონ და ნუ კანდიდატი ყავთ, გამოვიდა ეს კაცი ფრიდრიხ მერცი, ძალიან კარგი, ნუ ცნობილი პოლიტიკოსი იყო, შემდეგ წავიდა ცოტა ხანი ბიზნესში, ფინანსების სექტორში მუშაობდა, დაბრუნდა და ძალიან საინტერესო რაღაცები გააკეთა, მაგრამ როდესაც რაღაცას აკეთებ, ეთყობა ვიღაცას აწყენინებ, ისი არ გამოვა. ეთყობა ვიღაცები მის ან მის პარტნიორ პარტიაში რაღაცაზე განაწყენენ და მოკლედ ჩუმად მოდის ვიხდი რა, ისე აი პატიოსნება ის არის, რომ ვინმე რო არ იყურება, ცუც რო არ გააკეთებს. ანუ რო შეიძლება შეკრჩეს და მაშინაც რო ცუც არ აკეთებ რა და ფარული კენჭის ღრის დროს თავის კანდიდატს არ მისცეს ხმა. და ისე გამოვიდა, რომ პირველ ტურში ვერ აიღო იმდენი ხმა, რამდენი ჭირდებოდა და დიდი შოკი იყო. თან პროცედურა ისე იყო აწყობილი, რომ მაშინვე ვერ ჩაატარებდი, ანუ მე ვკითხულობდი დილიდან, თქვათ, იმას საფინანსო პრესას და
სამშაბათს ველოდი კარგ შემთხვევაში მომდევნო კვირის სამშაბათს, მომდევნო იმას კენჭისყრას და რა გააკეთეს? მოიწვიეს კრება ისეთი საგანგებო, როგორ გადავწყვეტოთ ეს კრიზისი და ოპოზიციურმა პარტიებმაც კი ხმა მისცეს რეგლამენტის ცვლილებას, რომ იმავე დღეს შეძლებოდათ კიდევ ერთხელ კენჭისყრა ყოფილიყო, რომ გერმანიის სიძლიერე არ გაჩენილიყო კითხვები გერმანიის სიძლიერეში საიმედოობაში და შეცვალეს რეგლამენტი, კიდევ უყარეს კენჭი და ბევრად იმაზე საჭიროზე მეტი ხმა მიიღო და უკვე ისე ჩანს, რომ ოპოზიციის ხმების მიიღო რამდენიმე. ანუ იმ ადამიანებმაც წინ დააყენეს საკუთარი ინტერესი და მისეს იმკაც ხმა და რახან ამაზე ვსაუბრობ, აი ძალიან მინდა რომ ჩვენმა ოპოზიციურმა პარტიებმა ეს შეძლონ და ბევრს მუშაობ კიდევაც ამაზე, ბევრს ფიქრობ და რა ვიცი, ვნახოთ, აი შევესწრები რომ თუ რამე გამომივა, ყოველ შემთხვევაში აქ მოვალ და გეტყვით და ან აქ, ან იქ, რა ვიცი, ბევრი ფიქრი მაქვს ამაზე და ვნახოთ როგორ იქნება. ყოველ შემთხვევაში თუ ჩვენ ეს არ შევძელით, თუ გაერთიანება არ შევძელით, ჩვენი საქმე არის ცუდად არავითარი მეგობარი აქტები და რაღაცნაირი სახელისგინა დაარქვი აქტები ჩვენ არ გვიშველის. ჩვენი პრობლემები ჩვენი გადასაწყვეტია. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბარი, შინაარსიანი და რაც ყველაზე მთავარია, მიზანზე და შედეგზე ორიენტირებული ადამიანების, ჩვენი პროტესტის მონაწილეების დარწმუნებული ვარ, ყოველ ხუთშაბათს თქვენს ლექციას ძალიან დიდი სიამოვნებით მოისმენენ. მადლობა ამ ტრადიციის დანერგვისთვის. ჩვენ ხვალ ლექცია არ გვექნება, იქიდან გამომდინარე რომ მარშია მასშტაბური აქცია დაგეგმილი და აქედან უერთდებით ჩვენი საპროტესტო აუდიტორიის სახელით, რა თქმა უნდა, მარშს და ევროპის მოედანზე ერთად აღნიშნავთ ევროპის დღეს. ჩვენ გამოსავალი აუცილებლად არსებობს. გამოსავალი არის ყოველდღიურ, ყოველწუთიერ წვრთნაში, გადამზადებაში, მენტალური, სულიერი, ფიზიკური და გონებრივი. ეს აუცილებლად გამოსავალია და ჩვენი მოძრაობის ძირითადი მთავარი ამოცანაც ეს არის, რომ ცოდნა ძალაა და ცოდნის და აი ამ შეიარაღების გარეშე უბრალოდ შანსი არ გვაქვს ბრძოლის გამართვის. ამიტომ ვისწავლოთ, რომ ანტიქრისტე მოდის ევროპიდან. გაგებაში რო არა ხარ. საერთმე ეკანებით, არქით. კიდევ ერთხელ ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია. მადლობა ყურადღებისთვის, გამოსავალი არსებობს და გამოსავალი ერთად დგომა, რა თქმა უნდა. მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის.